სანამ თავარ თემაზე გადავალთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი. იქ ნახავთ ყველაზე ცხელ სიახლეებს UFC-ს სამყაროდან, ექსკლუზიურ ანალიტიკას და იმას, რასაც სხვაგან ვერ წაიკითხავთ. ლინკი აღწერაშია. შემოგვიერთდით. მისმინეთ ხალხო. ეს უკვე მეორედ ხდება. ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ბრძოლას უკან აძლევს. ახლა ამაზე მთელი სამყარო ლაპარაკობს. პირადად გეტყვით, ამ თემამ ისლამთან ჩემი ურთიერთობაც კი შეიწირა. კაცმა ძალიან იწყინა. ალბათ თარგმანში რაღაც დაიკარგა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მოდით მოვყვეთ ისე როგორც იყო. ყველაფერი ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო. კარგად მახსოვს, ლას-ვეგასში ვიყავი, The Ultimate Fighter-ის გადასაღებად მივდიოდი და დანიელ კორმიეს ვანადგურებდი. სწორედ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ ილიამ ქამარი დათმოდა 70 კილოგრამში, 155 ფუნტი, გადასვლას აპირებს. მას არანაირი გარანტია არ ჰქონდა, რომ ტიტულზე იჩხუბებდა. ამიტომ დაიწყო კამპანია. ილია გამოვიდა მედიაში და პირდაპირ აგრესიულად მიადო თითი ისლამ მახაჩევს მკერდზე. ასეთი რამ მანამდე არავის გაუკეთებია. ხაბიბისთვის თითი მკერდზე არავის მიუდვია. არა, იმიტომ კი არა რომ ეშინიათ. უბრალოდ მათ პატივს სცემენ. ისინი ცნობილები არიან როგორც კეთილი ბიჭები, ნამდვილი სპორტსმენები და არა შოუმენები. როდესაც ილიამ ეს დაიწყო, სათაურები აჭრელდა. საინტერესო ისაა, რომ ჩარლს ოლივეირამ ეს მაშინვე შენიშნა და თქვა: მოიცადეთ, რეიტინგში პირველი მე ვარ. პატივს ვცემ შენს რეკორდს და ჩემპიონობას, მაგრამ ამ წონაში 70 კილოგრამში შენ რეიტინგიც კი არ გაქვს. და იცით ვინ დაეთანხმა ჩარლს? ხაბიბი. ხაბიბმა თქვა, რომ ისინი ილიასთან არ იჩხუბებდნენ. დაემოვიდეს რაც უნდა ისქნას, მაგრამ სანამ ვინმეს არ დაამარცხებს ამ წონაში, ბრძოლა არ იქნება. ის ვერ შემოვა პირველივე დღეს რეიტინგის გარეშე, როგორც უფრო პატარა მებრძოლი. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. ვოლკანოვსკის ორჯერ მივეცით შანსი და მეც აღარ ვიზამთ. აი, ეს იყო მათი პოზიცია. მაგრამ მერე მოხდა უცნაური რამ. სულ რამდენიმე კვირაში ისლამმა ზუსტად ის გააკეთა, რაც ილიამ. თქვა, რომ ქამარს ტოვებს და 77 კილოგრამში, 170 ფუნტი ადის. თუ ეს ბიჭები ერთმანეთს არასოდეს შეხვდებიან, ისტორიულად ყოველთვის იქნება კამათი იმაზე, თუ ვისი კარიერაა უფრო შთამბეჭდავი. თქვენ შეიძლება ისლამისკენ იხრებით, რადგან ის მეტჯერ გინახავთ. მაგრამ ილია თოფურია? საბუთები რომ არა, ის ერთდროულად იქნებოდა 66 კილოგრამი, 70 კილოგრამი და BMF-ის ჩემპიონი. 3 ქამარი ერთდროულად. ეს მას UFC-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მებრძოლად აქცევდა. მისმინეთ, ყოველ სამშაბათს დილის 9 საათზე UFC აქვეყნებს Pound for Pound, წონითი კატეგორიის მიუხედავად საუკეთესო მებრძოლების რეიტინგს. ჩემი აზრით, ახლა ამ რეიტინგის სათავე ილიას უნდა მისცეთ. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ. დიახ, ისლამს აქვს თავისი არგუმენტები. მოიცადეთ ერთი წამით. მე არა მხოლოდ ვეჩხუბებოდი მაგ ბიჭს, არამედ დავამარცხებდი კიდეც. მას უბრალოდ არ ჰქონდა ჩემთან ბრძოლის უფლება. მეც ისეთივე კაკლები მაქვს როგორც მას. მზად ვარ 77 კილოგრამში ავიდე და ნებისმიერს დავეტაკო. ისლამის პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საბავშვო მოედნის წესები, რომლებიც ოქტაგონზეც ვრცელდება. საბოლოო ჯამში, როცა გყავს ორი მებრძოლი და ერთი ამბობს ვიჩხუბოთო, მეორე კი არაო, მისდეს მნიშვნელობა არ აქვს. სურათი ნათელია. მე მჯერა რომ ეს სიმართლეა. როგორც გითხარით, ამის გამო ისლამთან ურთიერთობა გამიფუჭდა. მან მითხრა, რომ ვცდები, მაგრამ მე არ ვცდები. ის რაც ახლა ვთქვი, ფაქტობრივი რეალობაა და ჩემი აზრიც ისეთია, რომ სასწორი ილიას მხარეს იხრება. ისტორია კი მეორდება. პოლიტიკაში არსებობს ასეთი წესი. თუ ვინმე შენს წინააღმდეგ ბრალდებას აყენებს და შენ არ პასუხობ, ესე იგი ბრალდება მართალია. შეიძლება უსამართლოა, მაგრამ ასე მუშაობს სამყარო. ილია გამოვიდა და თქვა თავისი სათქმელი. მისი მენეჯერი მალკი, რომელიც ძალიან სერიოზული და პირდაპირი ტიპია, დაეთანხმა. მან თქვა, რომ გასულ კვირას პრესკონფერენციაზე გავიგეთ. ჯასტინ გეიჯის ხუთშაბათს დაურეკეს და უთხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე, White House ქარდზე არ იქნებოდა. მერე პარასკემს დაურეკეს და უთხრეს, რომ ის იქნებოდა მთავარი ბრძოლის მონაწილე. დანიელ კორმიემ ეს დაადასტურა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ ილიამ შეავსო გამოტოვებული ადგილები. მან თქვა, მე შემომთავაზეს ბრძოლა ისლამთან და მე დავთანხმდი. აქ კი ყველაფერი არია. როცა მალკი ყვებოდა ამ ამბავს, თქვა, რომ საქმე ფულს ეხებოდა. კი, ვეჩხუბებით ისლამს, მაგრამ აი ამ თანხადო.
შესაძლოა პრობლემა სწორედ ციფრებში იყო. ილიამ კი თქვა, რომ ისლამი დაზიანებული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ამბავში ერთი რამ არის უცვლელი და მყარი. ილია თოფურია დათანხმდა ისლამ მახაჩევთან ჭხუბს. ეს ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს აპირებდა თუ არა ილიას 77 კილოგრამამდე, 170 ფუნტამდე ასვლას. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა ისეთი გამბეობა, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვინახავს. როცა კონორ მაკგრეგორი ნეით დიას დაეტაკა, რათა ერთ წელიწადში ყოფილიყო 66 კილოგრამი. 70 კილოგრამი და 77 კილოგრამი წონის მებრძოლი. ჩვენ ეს მას შემდეგ არ გვინახავს. ამას ტიტპატივს ვცემდი, თუმცა უფრო გამიადვილდებოდა ამის გაგება პირიქით რომ მომხდარიყო. არ მესმის რატომ უნდა ავიდეს ილია 77 კილოგრამში, როცა ტიტული ჯერ ერთხელაც არ დაუცავია, მაგრამ მაინც შემიძლია ამის წარმოდგენა. თანაც გეიჯიც მანდვეა დაწინაურებული. ყველაფერი რიქშია. უბრალოდ მე პირადად მაინტერესებს ერთი დეტალი. ჩემთვის უფრო ლოგიკური იქნებოდა ისლამი დაბრუნებულიყო 70 კილოგრამში. მისმინეთ, ისლამმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ილიასთან ბრძოლა. მას თვალიც კი არ დაუხამხამებია ამ იდეაზე. გარდა იმ ორი შემთხვევისა, როდესაც ილიამ რეალურად გამოიწვია და საქმეზე მიდგა. აბა როგორ უნდა შევაჯეროთ ეს ორი ფაქტი? რა გინდათ რომ ვქნათ? კაცი დაშავებულია, რა უნდა ვქნა? გასაგებია, მისი ბრალი არ არის რომ ტრავმა აქვს. ის სხვა წონით კატეგორიაშია, მაგრამ მე მჭირდება ამ ისტორიის გაგრძელება. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე. მე უნდა ვიცოდე ყველას საქმე, ყველას ბიზნესი და ყველაფერი, რაც კულისებში ხდება. და აი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად. ის ერთი დეტალი, რომელიც მალკი და ილიამ გამოტოვეს. რომელ წონით კატეგორიაში უნდა მომხდარიყო ეს ბრძოლა? 66 კილოგრამში 145 ფუნტი, 70 კილოგრამში 155 ფუნტი, თუ 77 კილოგრამში 170 ფუნტი. და მიგულეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რა წონაც არ უნდა ყოფილიყო, თუ ეს შემოთავაზება რეალურია, ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს. და ეს სულაც არ არის აუცილებელი მოხდეს მაინც და მაინც თეთრი სახლის ქარდზე. უამრავი სხვა თარიღი არსებობს. თუ ეს ბრძოლა საკმარისად კარგი იყო ივნისისთვის, მაშინ ის საკმარისად კარგი იქნება აგვისტოსთვისაც. თუ ილიამ მზად არის ავიდეს 70 კილოგრამში ან თუნდაც 77 კილოგრამში, რათა ისლამს დაუპირისპირდეს, ეს მას სპორტის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს. ჩვენ ვსაუბრობთ მებრძოლზე, რომელიც არ უყურებს ბარიერებს. მაგრამ თუ ისლამი ყოველ ჯერზე, როცა კონკრეტულ შემოთავაზებას მიიღებს, ტრავმას ან წონას მოიმიზეზებს, მაშინ გულშემატკივრებს გაუჩნდებათ ლეგიტიმური კითხვა. მართლა საუკეთესოა ის pound for pound რეიტინგში? მე ჩემს აზრზე ვრჩები. სანამ ოქტაგონზე სიმართლე არ გაირკვევა, ილია თოფურია არის ის ადამიანი, ვინც ამ თამაშის წესებს კარნაკობს. მან აჩვენა, რომ მზად არის რისკისთვის. ახლა ჯერი ისლამზეა და როგორც კი ახალი დეტალები გახდება ცნობილი, მე პირველი ვიქნები, ვინც ამას შეგატყობინებთ.